გავლენიანი ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკლერი არის ერთ-ერთი 51 ევროპულ პოლიტიკოს შორის, რომელიც ხელს აწერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ევროსაბჭოს განცხადებას, რომელიც უკვე გადაეგზავნა მინისტრთა კაბინეტს და რომელიც ითხოვს ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და თუ ვითარება არ შეიცვლება, ამის შემდეგ უკვე უფრო მკაცრი ზომების მიღებასაც უჭერს მხარს, რაც არის საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საკითხი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთთან შემთხვევაში. ჯეიმს მაკლერიმ ჩვენ დეტალურად აგვიხსნა, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს მოთხოვნა, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა 29 იანვრის რეზოლუციის მთავარი მოთხოვნები, რაც არის ადამიანის უფლებების დარღვევის შეჩერება საქართველოში და უფრო მეტიც ბრიტანელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ამ მოთხოვნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ვითარების ესკალაცია საქართველოში თავად მოახდინა, როდესაც გააგრძელა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება, თვითნებური დაკავებები არა მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან ევროპული მომავლის მცველები რუსთაველის გამზირზე და ეს ბუნებრივია კატეგორიულად მიუღებელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, რომლის წევრიც წესით საქართველო არის და რომლიდან გარიცხვასაც ახლა უკვე ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებიდან გამომდინარე ევროპის 51 პოლიტიკოსი ითხოვს და დიდი ალბათობით მომთხოვნელთა რიცხვიც გაიზრდება. ბრიტანელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ სრულიად რელევანტური მოთხოვნაა, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა პირველი ითხოვს ქართული ოცნების უფლებამოსილების შეჩერებას ოფიციალურად საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და მეორე, რომ ითხოვენ საქართველოს გაძევებას ევროსაბჭოდან. ბრიტანელი პოლიტიკოსი ჩვენთან ინტერვიუში პარალელს ავლებს საქართველოსა და რუსეთს შორის, ის ამბობს, რომ წინ რაც რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველოში ხედავენ, როგორც რუსეთში არსებენ დემოკრატიულ პრინციპებს პატივს, ისე დაკარგა ქართულმა ოცნებამაც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა, ამიტომაც დღის წესრიგში დადგა უმძიმესი მოთხოვნა. This follows on, of course, from the previous statement that was made, which was requesting that წინა განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ოცნებას ავალდებულებდა გაეუმჯობესებინა მდგომარეობა დემოკრატიის პრინციპების დაცვით, რისთვისაც გარკვეული დროს ჰქონდა მიცემული დავინახეთ, რომ ქართული ოცნების პარტიისგან აშკარა ნიშნები მოთხოვნების შესრულებისა ვერ გაჩნდა. პირიქით, ვნახეთ უფრო შემაშფოთებელი მოქმედებები, რამაც მდგომარეობა გააუარსა. მათ შორის ოპოზიციის ლიდერების დაკავება. ეს არის ესკალაციის შემდეგი დონე. შენ არ შეასრულე, რაც გთხოვეს და არ მიხვევი ევროსაბჭოს სტანდარტებს, რომლის შესრულებაც წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. აქედან გამომდინარე სრულიად ჯანსაღი მოთხოვნაა, რომ არ ცნონ ქართული ოცნების უფლებამოსილება, რათა ოცნების დელეგაციამ დასწრება ვეღარ შეძლოს. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი მსგავსი პროცესების შემდეგ და უკრაინაში მათი ქმედებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული საკითხია. უფრო ფართო ჭრილშია საჩვენებს, რამდენი ევროპული ქვეყანაა შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პროცესებით. ამიტომაც წამოვჭერით საკითხი თემთა პალატაში სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მასთან ასოცირებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება იმ დემოკრატიული პრინციპებისადმი დამოკიდებულებაში, რომელთა დაცვასაც ველით საქართველოში. ამიტომ რასაც ევროსაბჭოში ხედავთ არის უკმაყოფილების გამოხატვა იმისა, როგორ მოქმედებს მთავრობა. მათი ბოლოდროინდელი ქმედებები აბსოლუტურად შოკის მომგვრელი იყო. ჩვენ ვნახეთ ადამიანების ცემა ქუჩებში, თვითნებური დაკავებები, განაჩენი სათანადო იურიდიული პროცესების გარეშე გამოჰქონდათ, რაც აბსოლუტურად შოკის მომგვრელია. ამიტომ ძალიან მკაფიო მესეჯი უნდა გაეგზავნოს საქართველოს მთავრობას, რომ ეს მიუღებელია. and a message does need to be sent very clearly to the Georgian government. გავლენიანი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში თემთა პალატის წევრია, ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვან მმართველად მოიხსენიებს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა ლუკაშენკოს, როგორც ლუკაშენკო მართავს ბელორუსს, ისე მართავს დღეს ბიძინა ივანიშვილი ერთპარტიულად და შესაბამისად საქართველოში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე აკისრებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კულისებს მიღმა ქვეყანას მართავს, როგორც ქვეყნის საგარეო კურსს, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი სტრუქტურების ფინანსებს. აქედან გამომდინარე ჯეიმს მაკლერი, ბრიტანელი პოლიტიკოსი, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში ერთადერთი პირია პასუხისმგებელი და ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი.
with fellow Europeans. There's similarities in as much as the regime. მსგავსება იმდენად, რამდენადაც რეჟიმი იმართება ერთი ადამიანის მიერ. მრავალი წლის განმავლობაში ლუკაშენკო ბელარუსი ხალხის პრეზიდენტია. მან სრულად გამოუთხარა ძირი დემოკრატიული ოპოზიციის იდეას. ის ძალიან ახლოსაა ვლადიმირ პუტინთან და მის რეჟიმთან. ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია. მისი როლი ძალიან მკაფიოა ქართულ პოლიტიკაში. ვიცით, რომ ის პირდაპირ ჩართულია ქართული ოცნების პარტიაში. განკარგავს ფინანსებს და ყველაფერს ერთპიროვნულად მართავს. მას აქვს პირდაპირი როლი საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. It's pretty clear that he has had quite a direct role in. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს მაკლერი ერთ-ერთი პირველი იყო ბრიტანეთის თემთა პალატაში, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის როგორც თავად მოიხსენიებს ჩრდილოვანი მმართველის დასანქცირების მოთხოვნა. ის არის მისი სანქციების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ჯეიმს მაკლერი და არამხოლოდ ის, არამედ თემთა პალატაში არაერთი დეპუტატი ითხოვს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი უახლოესი გარემოცვის, მასთან ასოცირებული პირების დასანქცირებას და არაერთხელ გაჟღერებულა რუხაძის გვარიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად. შესაბამისად ჯეიმს მაკლერის საკმაოდ ბევრი კითხვა დავუსვით ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა თემთა პალატაში, უფრო ცლად რას ამბობს ბრიტანელი პოლიტიკოსი სანქციებთან დაკავშირებით, რა პროცესები მიდის, ამას უკვე მომდევნო გამოშვებებში მოგიყვებით.